პარლამენტის დროებით მას საგამოძიებო კომისიამ დღეს დაასკვნითი სხდომა გამართა. განიხილეს პროექტი, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენენ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობას სწავლობდა. შესწავლის პროცესში არაერთი ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირი გამოიკითხა. ნაწილი კომისიის სხდომაზე არ მივიდა, რის გამოც პატიმრობა შეეფარდა. ოპოზიცია კომისიის საქმიანობას მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მიზანი ოპოზიციური ლიდერების დაკავება იყო. პარტია ხალხის ზალა და მმართველი გუნდი კი კომისიის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დასკვნა ისტორიული მნიშვნელობის იქნება. რომელსაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით. მოცემული დოკუმენტი ასევე იმედი მაქვს გამოადგება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებსაც სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად და ასევე შესაბამის სასამართლოებს თუ რატომაც არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებული არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი აწარმოონ, ნამდვილი კვლევა აწარმოონ და ის გამოიყენონ თავიანთი სამშობლოსა და სახელმწიფოს ინტერესებისათვის. დასკვნა შევადგინეთ რამდენიმე თავარი სტრუქტურა მინდა რომ საზოგადოებას გავაცნო. თავი, რომელიც ეძღვნება სასჯელ აღსრულებაში წამებასა და არადამიანურ მოპყრობას, ფაქტებზე დაფუძნებით არის წარმოდგენილი აქ ყველა მასალა. თავი, რომელიც ეძღვნება მკვლელობებსა და ძალადობას ჩადენილ სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ. თავი, რომელიც ეძღვნება ქონებრივი უფლებების დარღვევასა და ბიზნესის რეკეტს. ცალკე თავია გამოყოფილი მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და მედიის მესაკუთრეების წინააღმდეგ ტერორსა და მათ უფლებებს და დარღვევებს. ასევე არის შედარებით ნაკლები მოცულობის გასაგები მიზეზების გამო თავი, რომელიც ეძღვნება ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრების დაცულობის ხელყოფის უხეშ ფაქტებს, მათ პირად სივრცეებში ფარული ჩანაწერების კეთებასა და შემდეგ ამ ჩანაწერების შანტაჟისთვის გამოყენების ფაქტებს. ცალკე თავია მიძღვნილი იმ ფაქტებისადმი, რომელიც გამოიკვეთა ყველას თვალწინ ახსნა განმარტებების შედეგად. იქნებოდნენ ეს გენერლები თუ სხვა პირები, მსხვერპლები, ვინც ჩვენ გამოვკითხეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და რასაკვირველია, თავი, რომელიც ეძღვნება ომის პროპაგანდას, რომელიც ეძღვნება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს და ეს არის 2012 წლიდან დღემდე სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი. როცა უსმენთ იმ დაზარალებულებს, ეს განცდა იმდენად მძაფრი იყო, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ მართლა წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციის გარეშე და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მეტნაკლებად არის ასახული დასკვნაში. რომ მსგავსი შრომა ჩაეტარებინა წინა ხელისუფლებას, მაშინ იგივე ტალიავილის დასკვნაც სხვანაირი იქნებოდა და ტალიავილის დასკვნა რომ ყოფილიყო განსხვავებული იქნებოდა გარკვეული ფორმულირებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რაც ჩვენ უფრო მოვალე ვიყავთ, რომ აგვესახა ჩვენს დასკვნაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იქ იყო. რომ ყოფილიყო განსხვავებულად ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არ წააგებდა იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც წავაგეთ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს ომთან დაკავშირებით. ეს არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც წავაგეთ უბრალოდ, რომ საერთოდ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი. ეს დასკვნა ნამდვილად ისტორიული დასკვნა იქნება. მისი შინაარსით, არქიტექტურით, იმ მაღალი სტანდარტების ჩამოყალიბებით ეს დასკვნა ნამდვილად დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, მომავალი თაობისთვის, იმისთვის, რომ
მაქსიმალურად შემცირდეს ესეთი შეცდომების დაშვება ქვეყნის მმართველობის დროს და მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ მსგავსი უბედურება. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰქონდა გაცდა, რომ იმისა, რომ ჩვენ ხო ყველაფერი ვიცით, ეს ფაქტები ხო ისედაც ცნობილია, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. როდესაც ადამიანებს პირადად ესაუბრები, პირადად ხდება მათი გამოკითხვა, უფრო მწაფრად დგება შენ თვალწინ ის მასშტაბები, რასთანაც აქვს საქმე. მხოლოდ ამისთვისაც ღირდა ამ კომისიის შექმნა, რათა ჩვენ ამისთვის ყველაფერთვის თავი ერთად მოგვეყარა, რათა სამომავლოდ ჩვენმა საზოგადოებამ არცერთმა ჩვენგან აღარ დაუშვათ ამის განმეორება ამ ქვეყანაში. ხალხო მთიას მინდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ოკუპანტი რუსეთის მიერ ნასრული ისკანდერის და სხვა წმინდა დანაშაულების ჩათვლით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ ჩადენილი, ეს იქნა საერთაშორისო დონეზე დადასტურებული. ცხადია, თქვენთან ერთად მინდა ყველა იმ ადამიანს, თითოეული იმ ადამიანს, ვინც თქვენთან ერთად მოხჩაუხრელად მუშაობდა ამ საკითხებზე და დეცილად ეს ჩვენთვის ცნობილია და ვინც ამის მიღმა იმ სამუშაოებს აკეთებდა, ვინც შეიძლება რომ დღეს ჩვენთვის არ იყოს ასე ღია ცნობილი, ყველას მინდა დიდი მადლობა უთხრა და მხარდაჭერა და ჩემ პატივისცემა დაუდასტურო იმ მეტად მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც აი თუ რაიმე არის ისტორიული, არის სწორედაც ის, რომ დიახ, აგრესორს, ოკუპანტს დაერქვა საერთაშორისო დონეზე თავისი სახელი და ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი. არ არსებობს საქართველოს უახლეს კი არა ისტორიაში ზოგადად ისეთი სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი ამ დონის საპარლამენტო დონეზე, რომელსაც მოყვა პრაქტიკული შედეგები პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში. ასეთი არ არსებობს უბრალოდ საქართველოს ისტორიაში. შესაბამისად, თამამად ამიტომ შემიძლია ვთქვათ, რომ ეს დოკუმენტი იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც გახდება სახელმძღვანელო არსებული თაობების, არა მარტო მომავალი თაობების, რომელიც იქნება საფუძველი იმის, რომ გაიგებს თაობები, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, არა თუ ხელისუფლებაში, საერთოდ პოლიტიკაში. ეს არის არა მარტო სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ ეს არის პოლიტიკის დოკუმენტი და ალბათ საქართველოს პარლამენტს პირველად მოუწევს სწორედ სამართლებრივთან ერთად ასეთი ხარისხის და დონის პოლიტიკის დოკუმენტის მიღება. ამ დოკუმენტმა უნდა განაპირობდეს უკეთესი პოლიტიკის ჩამოყალიბება საქართველოში. ეს არის საბოლოო მიზანი, რაშიც ამ დასკვნის შედეგები უნდა აისახოს. გერმანიის ელჩისთვის მამუკა ხაზარაძის ოჯახის კუთვნილი ფართის იჯარით გაცემასთან და საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმა. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ხსურ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოში გერმანიის ელჩისთვის ერნასტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარის გაცემისას საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე. საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლის მიზნით გატარდა კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები. ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ეს ჩემი საქმე არ არის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატები გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას ამბობენ. მე ხირავნება, როგორც ფაქტი, ეხა მამუკა ხაზარაძე რა ფაქტს მის აქირავებს. ჩემი გონება ამაზე ორიენტირებული არ არის. გამოვლენ მისი ადვოკატები და გაგცემენ პასუხს. დარწმუნებული ვარ, ქართულ ოცნებას ეყოლება უამრავი ზე გონებრივი შესაძლებლობების მქონე საერთაშორისო საკითხების ექსპერტი და მათ კითხები, რომ შეიძლებოდა თუ არა ამის გაკეთება. საქართველოს სახელმწიფოს და დეტალებზე მოპარაკებ, რაც ფაქტი არის ზედაპირზე რაც ჩანს, საქართველოს ნაბო დიდი ხანი არის, რომ გერმანიის ეროვნულ და ზოგადად გერმანიის დისკრედიტაციას ცდილობს. და არახოლოდ გერმანიის და სამწუხარო არის, რომ იმ მდგომარეობამდე მივიდა ქვეყანა, რომ რაღაც ერთი კვირა კამპანია აქვს, რომ გერმანიის ელჩი და თვითონ გერმანია როგორ დააშავა. საბოლოოში ეს ადამიანები ან დააძევა ქვეყნიდან, ან უნდა დააძევოს ქვეყნიდან, ან პოლიტიკურად აშავებს და მიიღებს მდგომარეობამდე, რომ
მხოლოდ არავის უკუჟავს გადასაკეთები გამარჯვა და თავის არიგება. ადამიანი საკუთარ ქვეყანას და ხალხს ხოლმე მილიარდ ნახევარ, თუმცა 7 მილიონის გადახდა არ დაიკისრა ხალხის სასარგებლოდ და სახელმწიფო სასარგებლოდ. სუბიექტურად დაინტერესებულია გერმანიის ელჩი, ევროპის ელჩი, ან ხაზარაძით, იმიტომ რომ აშკარად საჯაროდ არის ის პოლიტიკურად რაც არ არის პოლიტიკურად სწორი და მეორეც რა თქმა უნდა ეს არის პირდაპირი დარღვევა კონვენციის, პირდაპირი დარღვევა დიპლომატიური წესის. მიზანშეწონილი არ არის განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დიპლომატი ამღავნეს საჯარო სიმპათიას ამ პოლიტიკური ორგანიზაციისა. ამიტომ ეს ისე კი არ მოხდა, რომ უბრალოდ გარიგება იყო, რომ ეხება ხალხს ვითილავდა მის ხოლმე. ეს არაფერი ისეთი არ იქნებოდა და შეიძლება პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ ამას როდესაც მოხდა ის, რომ ეს დიპლომატი შემდეგ საარჩევნო კამპანიაში ჩაიგდო შესაძლებელი გამოყვება რაღაცა შეხედვების სადაც საწყობი დაეცემა და ასევე საჯარო განაცხადებს ხელისუფლების საწინააღმდეგო და შესაძლებელი განცხადებებს. აი ამის ერთობლიობა არის ყველა გამოშვებული დიპლომატის საქმიანობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ისევ უცნობია ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატების ვინაობა. გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ველოსთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საერთო პოზიციების შესაძლებლად. მათი ინფორმაციით 5 კანდიდატს შორის ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშარძე სახელდებიან. გარკვეულ რეგიონებში მაჟორიტარული სიების წარდგენაზე მუშაობს პარტია გირჩი, 8 ოპოზიციური პარტია კი არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და ბოიკოტს უცხადებს, რაც შეეხება მმართველ გუნდს. მათ მესამე ვადით მერობის კანდიდატად კახა ყალაძე ოფიციალურად წარადგინეს. თბილისის მაჟორიტარულ სიას კი უახლოეს პერიოდში დაასახელებენ. ნაციონალური მოძრაობა იქნება ქუჩაში, ნაციონალური მოძრაობა იქნება მაქსიმალურად ორიენტირებული, რომ 4 ოქტომბერზე დამთავრდეს სამხედრო ბრძოლა, გამოგვივა იქნება წარმატებული ვიზეები 4-ში. მანამდე მოხდება ვიზეები მანამდე. 4-ს გადაცდება ნახევარი საათი და არ ამუშავს. 5-ში ვიზეები ვწვით და ამ ცდელობაში ძალიან დიდი ალბათობაა, რომ მივახცია წარმატებას და თუ არ ცხადებ, მე რაღაცა და ინერგიული გამოგივიდა თუ არ გამოგივიდა. ამიტომ 4 ოქტომბერს ჩვენ არ გვეშინია სიტყვა მშვიდობიანი რევოლუციის, იმიტომ რომ ეს პარტია უკან ასახელის მაწერია, ამ პარტიის მთავარი მემკვიდრეობა არის ვარდონის რევოლუცია გამოგავიდეს და რომელიც ჩვენ პარტია ელოც არჩევნებში მონაწილეობას იღებს და ეს კაფე განაცხადია იმის, რომ ჩვენ რევოლუციონერები არ ვართ და სადაც ჩვენ გზა ქუჩისაზე არ ყოფილა, ამიტომ იუბილეში 4 ოქტომბერს ჩვენი პარტია წარმოდგენილი იქნება. ახლა შეიძლება ხაბეიფოს დამის პარტიას ეს მათი არჩევანი არის და მე მესმის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ხელისმომცემლობები და ნაციონალურ მოძრაობას კი სხვა ოპოზიციურ პარტიებს იმის რესურსი აღარ აქვს, რომ ოცნებას ამორჩეველიან და აღარგუნოს ან რაღაცა აუხსნას. ჩვენ ამას რესურსს გავაჩნია. მდობიანი გამყოფა ეს არის გამიშენებული რაღაცა გასული ტერმინი. გასაშნოს თვითონ მშვიდობიანად დალაგეს ხაბეიშვილი. შეიძლება მშვიდობიანად დალაგოს როგორ არის მაინტერესებს. მშვიდობიანად უცემო ადამიანს შეიძლება და არ მარტოს. ეს არის მარტო გაცილებული რაღაცა უაზრო ტერმინი, ახაც კი დაკარგულია და შეიძლება გამყოფა რევოლუცია, რასაც კი აღარ მანავს ფოტოშოპის. ერთი ორი წლის სამი წლის ამას თვითონები. და რაღაც თვითონ გამომედი რევოლუცია გინდა. უბრალოდ განსხვავება ის არის, ვიღაც ამბობს, რომ შეიძლება რევოლუცია, ვიღაც ამბობს, რომ რევოლუცია თვითონ მოვა და გავიგო. ეს არის განსხვავება, რაც შეეხება ლიბერალიზაციას, რა თქმა უნდა, ეს არის საოჭრო თემა, როგორც იყო კანდიდატის სტატუსი. ფილოსოფოსის დაზა შათირიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის შორის დადებულ ხელშეკრულებაზე ვრცელ წერილს აქვეყნებს. აღნიშნულმა კონტრაქტმა კიდევ უფრო ცხადი და მკაფიო გახადა Deep State-ის უახლესი გეგმები. ასევე პირდაპირ გამოაშკარავა აგენტურა, წერს შათირიშვილი.
ბოლო დღეებია პოლიტიკური და საზოგადოებრივი ისტაბლიშმენტი აქტიურად განიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც სხვა პუნქტებთან ერთად სამ საკვანძო საკითხს ითვალისწინებს. პირველი, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს 600 მილიარდი დოლარის ინვესტირება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მეორე, ევროკავშირმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან უნდა შეისყიდოს 750 მილიარდი დოლარის ნავთობისა და თხევადი გაზის პროდუქცია. ჯამში მომდევნო 3 წლის მანძილზე ევროპის კონტინენტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 ტრილიონ 350 მილიარდი დოლარი უნდა გაედინოს. მესამე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპას დაუწესა ცალმხრივი 15%-იანი საგადასახადო ტარიფები, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ევროპის იმ ეკონომიკას, რომელიც ფაქტიურად რეცესიაშია. აღნიშნულმა კონტრაქტმა რეალურად კი ევროკავშირისთვის კაბალურმა გარიგებამ კიდევ უფრო ცხადი და მკაფიო გახადა Deep State-ის უახლოესი გეგმები, ასევე პირდაპირ გამოაშკარავა Deep State-ის აგენტურა. ასევე უნდა გავიხსენოთ, რომ აღნიშნულ შეთანხმებას, რომელზეც Ursula von der Leyen-ს ხელი მოაწერინეს და შედეგად ევროგაერთიანების ხარაკერს სწორედ მისი ავტოგრაფი ექნება სამუდამოდ, წინ უსწრებდა კიდევ ერთი წევრი ქვეყნებისთვის არანაკლებ კაბალური შეთანხმება, რაც სამხედრო ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდას გულისხმობს. პლუს ამას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიძულა ევროკავშირის ქვეყნები, რომ უკრაინის შეიარაღება სრულად საკუთარ თავზე აიღონ, ფული გადაუხადონ ამერიკას, შეიძინონ იარაღი და გადასცენ უკრაინას. მარტივად რომ თქვა Deep State-მა რუსეთ-უკრაინის ომისგან ამერიკის შეერთებული შტატები გვერდზე გასწია და პრობლემა სრულად თავზე ჩამოაცვა ევროპას. მოკლედ რომ შევაჯამოთ, როგორც ჩემმა მეგობარმა გოგა ხაინდრავამ გუშინ დაწერა, ადრე შუა საუკუნეებში დამპყრობელი ქვეყანას ხარკს რომ დაადებდა, ისე მოექცა ტრამპი ამ ჩვენ ცოდვით სავსე ევროკავშირს. ამ მოვლენების შეფასება თითქოს რთული არ უნდა იყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართავს, რომელიც ერთი შეხედვით ამერიკელი ხალხის ინტერესებით მოქმედებს, პრობლემებს თავიდან იშორებს და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს. მარტივი ფორმულაა, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ჩნდება კითხვა, რატომ არ აკეთებენ იგივეს ევროკავშირის ლიდერები, რატომ თანხმდებიან ისინი კაბალურ პირობებს, რაც უპირობოდ ევროკავშირის ეკონომიკის ჩამოქცევას და დიდი ალბათობით ამ გაერთიანების დაშლას გამოიწვევს. სინამდვილეში არც ტრამპი ზრუნავს ამერიკელ ხალხზე და არც ევროკავშირის ლიდერებს აქვთ უფლება ხალხის ინტერესებით იმოქმედონ. ყველაფერი Deep State-ის და ოლიგარქიული ოჯახების დალაგებულია. ის რომ ევრობიუროკრატია დღეს Deep State-ის ხელით იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება. საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ. რაც შეეხება ტრამპისა და Deep State-ის ეგრეთ წოდებულ დაპირისპირებას, აქაც ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. თუ დონალდ ტრამპი Deep State-ს ებრძვის, რასაც გვაჯერებენ ყოველდღიურად, ხოლო ევროპულ ბიუროკრატიას დანამდვილებით Deep State-ი მართავს, ოლიგარქიული ოჯახები ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ ევროკავშირი აიძულეს გადაედგათ კოლონიალისტური ნაბიჯები, რომლითაც მათთან დაპირისპირებულ ტრამპს გააძლიერებდა და გამარჯვებულ ძლიერ პრეზიდენტად წარმოაჩენდა. თუ ვინმეს ჯერა, რომ Deep State-მა ევროპა დემონსტრაციულად იმიტომ დააჩოქა ამერიკის შეერთებული შტატების წინაშე მთელი მსოფლიოს დასანახად, რომ მათთან მებრძოლი ტრამპის იმიჯი კიდევ უფრო გაეძლიერებინათ. ეს ხომ სრული აბსურდია. ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის ხელით სწორედ რომ ოლიგარქების კარნახით იმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაუშვებდა პრეზიდენტ ტრამპის ჰეგემონად წარმოჩენას. ეს მოჩვენებითი დაპირისპირება მხოლოდ იმიტომ დასჭირდა Deep State-ს, რომ როგორმე საკუთარი შელახული და ფარდაახდილი იმიჯის რებრენდინგი მოეხდინა. რაც შეეხება ზოგადად მიმდინარე პროცესის მოკლევადიან მიზნებს, თუ ევროპული ბიუროკრატია Deep State-ის მიერ თანამდებობებზე დანიშნული ხალხით იმართება და ამ აგენტურას რასაც უნდა იმას აკეთებინებენ, ოლიგარქიული ოჯახები ამერიკას საერთოდ პირად საკუთრებად თავიანთ ქვეყანად მიიჩნევენ და ამ ეტაპზე ყველაფერს აკეთებენ, რომ ამერიკაში პოზიციები მაქსიმალურად გაიმყარონ. არა ამერიკელი ხალხის, არამედ ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებით მოქმედებს დონალდ ტრამპი და როგორც აღნიშნე, მათ საკუთრებად მიჩნეულ ქვეყანას მაქსიმალურად აძლიერებენ გარე რესურსებით. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ჯერ კიდევ ამოცანად რჩება, თუ რისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს ოლიგარქიული ოჯახები, რა აქვს თუნდაც მოკლევადიან მიზნად განსაზღვრული, რაზეც მეტნაკლებად მკაფიო პასუხები არსებობს. მიუხედავად თანმიმდევრობით, Deep State-მა ევროკავშირის პოლიტიკური დისკრედიტაცია თითქმის სრულად მოახერხა. წევრი ქვეყნები გაავსო მის მიერვე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ინსპირირებულ ომებსა და სიდუხჭირეს გამოქცეული მიგრანტებით. წაართვა ევროპულ ქვეყნებს იდენტობა, ეროვნულობა და სუვერენიტეტი. ბოლოს კი JD Vance ჩავიდა მიუნხენში და ყველაფერი პოლიტიკოსებს გადააბრალა. მარტივად რომ თქვათ, ის რაც Deep State-მა კარგად დააორგანიზა და შეასრულა, მათ შორის ევრობიუროკრატიული აგენტურის ხელით, ბოლოს ისევ პოლიტიკოსებს გადააბრალა. მათ უნდა აჩვენონ ხალხს, რომ ევროპის უმძიმესი მდგომარეობა პოლიტიკური სპექტრის, პარტიების, არსებული პოლიტიკური სისტემის ბრალია. სხვათა შორის სწორედ პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციას ემსახურებოდა მატარებლის ცნობილი სკანდალი, როდესაც ევროპის სამი წამყვანი ქვეყნის ლიდერი, მერცი, მაკრონი და სტარმერი, მედიამ ნარკოტიკების მოხმარებაში გამოიჭირა. სინამდვილეში კი ეს ამბავი წინასწარ კარგად ორგანიზებული სცენარი იყო. Deep State სურს, რომ ხალხის თვალში ბოლომდე დააკნინონ პოლიტიკური ლიდერები და სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპის ეკონომიკური ნგრევა, რომელიც საბოლოო ჯამში
ისევ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაბრალდება. ამის კონტურები უკვე ნათლად გამოიკვეთა, როდესაც Deep State-მა მათ მიერ ხელდასმულ Ursula von der Leyen-ს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კაბალურ ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი. უახლოეს პერიოდში რიტორიკა სწორედ ისე შემოbrunდება, როგორც ეს პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიის დროს მოხდა. უბრუნებიან Ursula-ს, Merz, Macron-ს, Starmer-ს და სხვა აგენტებს და ადანაშაულებენ მათ ევროპისთვის ეკონომიკურად დამღუპველი გარიგების დადებაში და ხალხის თვალში ხელს მათ შეახოცავენ. და როდესაც პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, რაც ფაქტიურად უკვე მომხდარია, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა. უნარო არსებული პოლიტიკური სისტემა გაუმკლავდეს Deep State-ის მიერვე ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა. რომელი კორპორაციები მართავენ ქვეყნებს, კორპორაციები, რომლებიც ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც სწორედ Deep State-ის საკუთრებაა. ეს იქნება ოლიგარქიული ოჯახების მმართველობის პირდაპირ ლეგალიზაცია. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ფაქტობრივად იგივე პროცესები მიდის ერთი განსხვავებით. აქ ეკონომიკის დანგრევა არაფერში სჭირდებათ. Deep State ისედაც სრულად აკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სტრუქტურას და ქვეყნის ეკონომიკა BlackRock-ისა და Vanguard-ის, ანუ ოლიგარქიული ოჯახების ხელშია. ამიტომ მათ შორის ევროპის ნგრევის ხარჯზე, როდესაც ისინი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას აძლიერებენ, ერთმნიშვნელოვნად აძლიერებენ საკუთარ თავს და ძლიერ მუშტს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. აი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის კუთხით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში კიდევ უფრო დრამატული ვითარებაა. აიხსენეთ ბაიდენი, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ერქვა და მაღალზე ხელმოწერის უნარი ჰქონდა დაკარგული. როგორ დაატარებდნენ მას ქალაქ-ქალაქ და როგორ გახადეს მსოფლიოს დასაცინად. აიხსენეთ კამალა ჰარისი, რომელიც თავისი გონებრივი გაქანებით კოლეჯის პედაგოგადაც კი ვერ იმუშავებდა. ამ დროს ამერიკელებს პრეზიდენტობის კანდიდატად შესთავაზეს. შეხედეთ დონალდ ტრამპს თუ როგორ ექცევიან პატრონები. დღეს ერთს ათქმევინებენ, ხვალ სრულიად საპირისპიროს. ხან გრენლანდიის აღებით იმუქრება, თან ნობელის პრემიას ითხოვს მშვიდობის დარგში და თან ირანს მომბავს. ალაპარაკეს, რომ ყველა ომს 3 დღეში დაასრულებდა, მისი მოსვლის შემდეგ კი 5 ახალი ომი დაიწყო. ცხადია, ამ მასკარადის მიზანიც საზოგადოების თვალში პოლიტიკოსების, სახელმწიფოს ცნების დაკნინება და მმართველობის ახალი ფორმის, კორპორაციული მმართველობის შემოღებაა. ადრეც დავწერე და ახლაც ვიმეორებ, რთული სათქმელია, რომელი ქვეყანა იქნება Deep State-ისთვის პირველი პრეცედენტი, სადაც მათი მმართველობის ლეგალიზება მოხდება. მაგრამ პლაცდარმი მზად აქვთ როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. ორივეგან პოლიტიკური სისტემა, მმართველობის ეს ფორმა სრულად არის დისკრედიტირებული, ხოლო გადაწყვეტილების მიღების დროს აირჩევენ იმ ქვეყანას, რომელიც იმ მომენტისთვის ყველაზე ეფექტური იქნება. ეფექტური იმისთვის, რომ უმოკლეს ვადებში აჩვენონ ხალხს კორპორატიული მმართველობის აბსოლუტური სიჯანსაღე და შემდგომ დომინოს ეფექტით შემოაღებინონ სხვა ქვეყნებს კორპორაციული მმართველობა. რა პროცესებიც ანალიზის შედეგად აღწერეთ, ჩვენს თვალწინ ვითარდება და კონკრეტულ შედეგებსაც მალე ნახავს საზოგადოება. ხოლო რა იქნება იმის შემდეგ, არც ეს არის რთული გამოსაცნობი. მე ხშირად ვახსენებ ოლდოს ჰაქსლის წიგნს „საოცარი ახალი სამყარო“, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ის საბოლოო მიზანი, რაც რელიგიურ ფანატიკოსებს, ოლიგარქიულ ოჯახებს აქვთ. მათი საბოლოო ამოცანაა ადამიანთა მასა დაიყვანონ კონკრეტულ ნიშნულამდე, თავად გააკონტროლონ ახალი, უსქესო, უსამშობლო, უმიზნო, ურწმუნო ადამიანების გამოყვანა და მათი მონებად ქცევა, რომლებიც მხოლოდ ოჯახების სურვილებს მოემსახურებიან. პარალელურად სწორედ კორპორაციული მმართველობის, ანუ მათი ჰეგემონიის ოფიციალურად ლეგალიზების დაკანონებისთვის აღრმავებენ LGBT პროპაგანდას, რომელიც არ შეუწყვეტიათ. ყველგან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ყველაფერს უკან აბრუნებენ. რეალურად LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა გაითამაშეს, რადგან სისტემის რებრენდინგი სჭირდებოდათ და ასევე სურდათ Deep State-ის თემის მიჩქმავლა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილი გახდა. Deep State-ს არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროპაში არ შეუწყვეტია და არც შეწყვეტს პირიქით აძლიერებს LGBT პროპაგანდას. ამის საუკეთესო მაგალითია საქართველო, რომელსაც უსირცხვილოდ მოსთხოვა ევრობიუროკრატიამ, რომ გაუქმდეს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონი, რათა LGBT პროპაგანდა უკან დაბრუნდეს. კიდევ უფრო დიდი სიმძლავრით ამოქმედება ისეთი ექსპერიმენტები, როგორც იყო Bill Gates-ის მიერ აფრიკაში წარმოებული ვაქცინაცია, რამაც საბოლოოდ შობადობა ნულამდე დაიყვანა. კიდევ უფრო მძლავრად და დაუნდობლად ეცდებიან გაანადგურონ ისეთი მცირე ქვეყნები, როგორიც საქართველოა და სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სამშობლოს ცნება, რელიგია, წარსულის პატივისცემა და ეროვნული იდენტობა. მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ ამ ბოროტების წინააღმდეგ. დავიცოთ ჩვენი ქვეყანა და იდენტობა. დანარჩენი კი როგორც მთავარ საღვთო წიგნში ბიბლიაში წერია, ყველაფერი ღვთისნებაა.